სწორია თუ არა, რომ მორწმუნეები ვართ იმის გამო, რომ მემკვიდრეობით გვერგო. მორწმუნეობა, ანუ იგულისხმება, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ქართველები ქრისტიანები არიან და ჩვენც რო ვიბადებით, ავტომატურად მშობლები ნათლავენ და ასე შემდეგ. ეს მოდი სწორად შევხედოთ ამ ყველაფერს. დაუშვათ თუ მემკვიდრეობით გვერგო. განა ყველა ქართველი მორწმუნეა? რას ქვია მორწმუნე? მორწმუნე იცი რას ქვია? რო იცი რომ წვიმა წამოვა, ქოლგით გადიხარ. ხო მართალი? თუ გჯერა რომ წვიმა წამოვა, ქოლგით გადიხარ. თუ გჯერა რომ ცოდვას აუცილებლად მარადიული ტანჯვა მოყვება, ცოტა შეამცირებ ამ ცოდვებს, ხო მართალი? ახსარებას იტყვი, რაზეც წეგან საუბრობდით. და ყველა ქართველი ამბობს ახსარებას? ყველა ქართველი ცდილობს ღვთისმცნებით იცხოვროს? ეზიაროს? აბა მაშინ როგორ ერგო მემკვიდრეობით ეს? რადგან დავიბადეთ საქართველოში არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ვცხონდებით. და მეორე ნახეთ. ესე იგი, ესე იოლად კი არ გვერგო მემკვიდრეობით. თუნდაც ეგ სიტყვა დავარქვათ და რატო? ნახეთ. კაცი რო შრომობს, სახლს ააშენებს, იწვალებს და მერე თავის შვილს დაუტოვებს ამ სახლს. რა ქნას ამ შვილმა ახლა ეს დაანგრიოს და თავიდან დაიწყოს თვითონ არ იცხოვროს იმ სახლში? რა გააკეთა მღვდელმა თევდორემ, ხო ნახეთ? ეს ისე კი არ მოვიდა რწმენა ჩვენამდე. აი ესეთი ხალხით მოვიდა ჩვენამდე. წმინდა იოთამ ზედგენიძის თავდადებით მოვიდა, ცხრაძმა ხერხეულიძის თავდადებით მოვიდა. ისე რომ ესე იოლად არ მოსულა. და ამას გაფრთხილება ჭირდებოდა ჩვენ, აი თუნდაც მღვდელი თევდორეს წინაშე პასუხისმგებლნი ვართ. იოთამ ზედგენიძის თუ ცოტნე დადიანის თუ დავით აღმაშენებლის მას წინაშე მოვალენი ვართ და რატომ? მათ თავისი სისხლის ფასად თუ ცრემლის თუ ოფლის და შრომის მოიტანეს ჩვენამდე ეს რწმენა და ჩვენ რას ვაკეთებთ მე? როგორ ვუფრთხილდებით იმას, რაც ჩვენამდე მოიტანეს? გესმით ამაზეა ლაპარაკი და აბა ვკითხოთ ახლა ჩვენს თავს. მოვიდა კარგი მემკვიდრეობით ჩვენამდე, მაგრამ ვართ ჩვენ მორწმუნეები? აღმოაჩენთ რომ სულაც არ არის საკითხი ისე იოლად ჩვენ რო ვთქვით.